ჩვენ გვესმის და ამაში გარკვეული სიმართლის წილიც იყო რომ რაღაც საშუალო ფენის ბურჟუაზიული დგომა საღამოს სამსახურების მერე ეს არასამთავრობოები დასაქმებული ხალხი და ასე შემდეგ და ეხლა ნახეთ როგორც ლაშამახსენა რომ პროტესტი გაფართოვდა იქამდე რომ ინდივიდუალურად გადაწყვეტილება მიიღო დასაქმებულმა მაგალითად ადამიანმა რომელიც არ არის მაღალ პოზიციაზე და ეხლა გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ხო იქ და ხელფასით შეიძლება 300 ლარი ჰქონდეს და მიიღო გადაწყვეტილება თქვა ბიზნესის თლად მესაკუთრემ ზოგ შემთხვევაში ანუ გაიზარდა ის რაც გვინდოდა ყველა სოციალური ფენა, ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ხა ქოციდანაძე კი არა, უბრალოდ აი კლასობრივიც ისინიც დაიძლია ეს ბარიერები, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით, აი გუშინ ჩვენს ეთერში იყო ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი, რომელმაც ახსენა, რომ აი მეტროში მეც მინახავს ეს დაღლილი ხალხი, რომელსაც თითქოს აი ეს არის რაღაც აპათია, რომ შენ იმდენად დაღლილი მოდიხარ, რომ უკვე რაღაცის გაპროტესტების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს, მაგრამ დაგვანახა ჩვენ ახლა ამ დღემ ამ გაფიცვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის დაღლილი გუშინდელი ღამენათევით შეიძლება და უკეთესი ხელფასისა და უკეთესი ქვეყნის მოლოდინშიც და მათ შორის ისიც, ვისაც წესიც არჩი, არც წყური და ყველაფერი აქვს, უკვე ხვდება, რომ ყველაფერს კარგავს. ხო არის ხოლმე გამოთქმა რომ დიდრებს და ძალიან ღარიბებს არაფერი დასაკარგი რო არ აქვს დიქტატურისთვის ისინი ამით მოკავშირეები არიან. ანუ ძალიან ღარიბს აქვს ის პრობლემა რომ ხვალ რა რითი გამოყვებოს ოჯახი ამაზე უნდა იფიქროს და ძალიან დიდ სტატუს quo აწყობს, იმიტომ რომ კარგად ცხოვრობს. მაგრამ ეხლა ქვეყანა სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას. ვინ კარგად იცხოვრებს და ვინ ცუდად უკვე ესეც კი აღარ არის. ნათელი და ბიზნესი ამას მიხვდა. ნუ დიდი ნაწილი. ჯერ ზოგმა შიში ვერ დაძლია და კონფორმიზმი და რაღაცას ბიძინა დაალაგებს, აი ეს ბიძინა რომ ვერაფერს ვერ დაალაგებს, კიდევ გუშინ გამოჩნდა და ბევრი რაღაცის მაგალითზე გამოჩნდა. ბიძინა შეუძლევინოთ მათ ეს შიში გარკვეულწილად. კი, აი მე რას თქვენ თქვით, სესო რაც შენ თქვი, აი ეს 2 და 3 ადამიანი გამოსული ჩვენ სულ ახსენებთ ვაცლავ ჰაველის ძალიუძალო და ეს არის პროტესტის მთავარი ძალა. ერთ ადამიანს იმაზე მეტი შეცვლა შეუძლია, ვიდრე თავად წარმოუდგენია. ერთი ადამიანის პროტესტი არის მაგალითი სხვა ბევრისთვის და რატო არის რომ ზოგიერთი ადამიანის გამოსვლა, ზოგიერთი ადამიანის პროტესტს განსაკუთრებული აგრესიით ეხმაურებიან ხოლმე იმას ქოცებისგან და თავარი კიდე რა არის ბიძინა ივანიშვილს არაფრის მოგვარება რო არ შეუძლია ესეც ამასაც მიხვდა ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი. მას შეუძლია დარეკოს აქაურ შერატონში შეცდომით არ თქვა სასტუმროს სახელი, მაგრამ სხვა ქვეყნის სასტუმრებში ჩემი ბიჭი ყავთ, მან და გამოუშვი და არ დამისანქცირო ერთი გომელაური და მიმიხედა ერთი რუხაძეს. აი ეს არ არის სხვაგან. და ეს დაინახეს ქართველებმა, რომ ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოში არსებულ ბიზნესებზე და ბიზნეს ყველაზე კარგად, ჩვენზე კარგად, ჩვენ ვართ დრამატურგები, სცენარისტები და ჟურნალისტები და ასე შემდეგ აქ, მაგრამ ბიზნეს ყველაზე კარგად ესმის, რომ იგუდება თავისუფლება თუ არ იქნება. ეხა 5 კაცი იცხოვრობს კარგად და დანარჩენებს შეიძლება ჩაანაცვლოს რაღაცა არარსებული ბანკით, ბიძინ ბანკით და იმით ღარიბ ბანკით, ღარიბაშვილის რაღაც ასეთებით და ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ყველა ხვდება ეხა რა წყდება. გაფიცვამ ეს აჩვენა, მე პირადად მაჩვენა, რომ ბევრი იმაზე მეც ხვდება, ვიდრე ჩვენ მეს მქონდა კითხვა რომ ეშინიათ თუ ვერ ხვდებიან. გამოჩნდა რომ ყველაფერი ძალიან კარგად ხვდება, უბრალოდ ზოგს კიდევ ჭირდება რაღაც კონტურების გამოკვეთა. და ჩვენ ახლა ვაგასაც ვაკვირდებით. მე და ლაშა უკვე როგორც პროცესის დამკვირვებლები ამ შემთხვევაში ვინ როდის მიხვდება რომ აი ხა ეს გაფიცვების შტრაიკბრეხერობა უკვე გახდება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მოკავშირეობა. აი ჩვენ ვიცით რომ ერთი ბიზნესი ხარ რადგან გაიფიცნენ ამიტომ სახელს არ ვიტყვი, არ ველოდებოდი, მაგრამ დაკეტილი იყო ყველაფერი. კი. უცებ ტყვილი რომ მოგდომებოდა ვერ შეჭამდი იმ წუთს. ან მიხვდა რომ არ არის არის რომ აი ეს რუტინული ცხოვრება ლაშა როგორღაც გამოვიდეს მწყობრიდან და ამით ვიქონიოთ გავლენა რეჟიმზე, ხო? ხო, და ბუნებრივია რომ რაღაცა სიგნალი მიეცეს უკვე სხვა გვარიც რეჟიმს რომ ის ყელში ამოვიდა ხალხს და პრობლემას უქმნის ქვეყანას და საზოგადოებას და ეკონომიკას და ბიზნესს.
და ყველაფერს, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციონირებისათვის. როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუნდაც თქვათ გაიფიცოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ამითი წნეხი უფრო გავაძლიეროთ. ახლა ამ ეთერში მოყვეს, არა, ჯერ მე არა ვარ გაფიცვების სპეციალისტი, ასე მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის სამუშაოა. ეს არის სამუშაო. მუშაობის გარეშე არაფერი არ ხდება. ზოგ შემთხვევაში არც არის საჭირო და თავისთავად მოთ ადამიანებმა იციან, რომ ეს ასე ხდება. ჯერთი არ მინდო რომ მართლა შევიდეთ სპეციფიკა თვითონ გაფიცვის, ხო? ცხადია. კიდე რაღაც მინდა დავამატო, აი რაღაცა ამ მესიჯებს ხან ჩვენიანი, ხან იმათიანი, ხან გამბლელი ყველა რო იმეორებს, აი ესენი ბიზნეს არ ერჩიან და ამიტომ ბიზნესი მამუკა ხაზარაძე რა არის? ანუ რისი პროდუქტია როგორც პოლიტიკური პარტია? რა მოხდა? რა მოხდა მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში რა მოხდა? ანაკლის გამო შეუკერეს საქმე, ასე არისო? კი. რაც არ ერჩიან, ვის არ ერჩიან, ადამიანზე ორიენტირებული არიან, ესენი ჟურნალისტებს არ ერჩიან, ყველას ერჩიან. ბიზნესმენებმა არ ვიცი ხლა იმას რა ქვია, ერთ-ერთი ბიზნესმენი რო გამოვიდა, რომ ამოვისუნთქეთ და რენესანსი გვაქვსო. რა ვიცი ხა, შეიძლება მაგას კონკრეტულად არ ერჩიან, იმიტომ რომ ის არის შეკრულია ამ FSB-შნიკურ ხელისუფლებასთან, მაგრამ ბიზნესაც ერჩიან, ადამიანებსაც ერჩიან და უკვე თავის თავსაც ერჩიან, იმიტომ რომ დაისანქცირეს საკუთარი თავები. მოსამართლებს როგორ მოექცნენ იმაში რა ქვია, ეს რესტორანში რო აკეიფეს, ის ვიდეო როა ხალი რო იძახის, ეხლა უცებ კი მაგ ტელეფონში უბრალოდ ვერ გაუშვებთ. ეგენიო რესტორანში ხო არ დადიოდენო. აი ესეთი საკუთარ მოსამართლებს როგორც ექცევა, მე მტერს არ მოვექცევი მაგალითად ეგრე. ამიტომ ბიძინა ივანიშვილზე იმ მოსამართლებმაც კარგად იქციან, ბიზნესმენებმაც და ყველამ უკვე ეს არის უკვე ჩუმით შეთანხმება იმაზე, რომ ამ კაცმა დაგღუპა არსებობს. ეხლა მთავარია რამდენად ვინ ვის მერე იტყვის ამას ხმამაღლა. ხო ასეა, ხო მეთანხმება. ხო, მაგათ აი რომ შევაჯამოთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი იმედის მთავარი ფლობელია თუ CEO თუ რა ქვია მაგას რედაქტორი კი არა და ფლობელს გულისხმობ. უმტკიცებდა ვასილ მაღლაფერიძეს, რომ როგორ არ არისო სანქციები, როგორ არ არის რა, როგორ შეიძლება სანქცია არ იყოს სერიოზული რაღაც ზარალი. საკუთარ ქვეყანას დარდოფო არ უთქვამს, მაგრამ შფოთავენ ამაზე. კი.